სანაპიროზე პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მოგესალმებით. ლადო აფხაზავას მილიონს უგროვებენ, ვინ იპოვნა პიკასოს დაკარგულად მიჩნეული ტილო და ახალი ქართული გამოგონება ველოსაპი. პირველამდე ჩვენი გუნდი დღეს წარმოგიდგენთ. ღია სათამაშოებში, სამშენებლო მასალებში, საკვებში. ჩვენ რეალურად სამშენებლო მასალების კონტროლი არ აქვს. სამთვიანი კვლევის დასასრული და შემაშფოთებელი შედეგები. დაფიქსირებული რაოდენობა იყო 25 ppm-მდე. თბილისის ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში და ქუჩის მტვერში ტყვის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. ეს აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პრობლემის მასშტაბებს სტუდიაში სფეროს ექსპერტებთან ერთად ვსომავთ. ჟურნალისტისა და მკვლევარის მანუჩარ პირველის მორიგი ჩართვა ამერიკიდან. ბიბლიოთეკა, რომელშიც თავად პრეზიდენტი დაიბადა. არ გამოტოვოთ ჩვენი ტრადიციული რუბრიკა ამერიკული ხუთშაბათები. მთელი ცხოვრება შეხება ჰქონდა სპორტთან. ქართველი გამომგონებლის ჰიბრიდული ქმნილება. რა არის ველოსაპი და ვისთვის არის განკუთვნილი წყლის ინოვაციური ტრანსპორტი? საპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ესეც ორ ადამიანზეა გათვლილი. შემოგვიერთდით პირველამდე. რა თემას ხსნის სააზროვნოთ ბაჩივალიშვილი ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე ახლა გავიგებთ ერთად. მოგესალმებით ყველას, მოგესალმები ნინო. დღეს როგორც უკვე აღნიშნეთ, თემა გვაქვს დაბინძურება, ზოგადად რო ვთქვათ და ყველა შევამჩნევდით ალბათ რომ ქალაქში ცოტა რთულია რაღაც ჯანსაღად ცხოვრება, ესე ჰაერი და მე ჰაერი ძალიან მომენატრა და ქალაქ გარეთ ყოფნა და ეს მიყვარს ხოლმე ლაშქრობა და შემდეგ და მიფიქრე რომ მეთქი ჩვენ მაყურებლებმა გამოგიგზავნონ თავიანთი საყვარელი ადგილების სურათები, სადაც ისუნთქება, სადაც თავისუფლად გრძნობთ თავს და სადაც უსაფრთხოდ გრძნობთ თავს. ზენო Facebook-ზე გავხსენით თემა, პირველამდე იმარაზაშვილთან ჩვენს page-ზე გავხსენით თემა, სადაც შეგიძლიათ დაგვიდოთ თქვენი ფოტოები თქვენთან ერთად რა თქმა უნდა იმ ადგილებში, სადაც სუნთქავთ, გიხარიათ და რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და უკვე რამდენიმე სურათით შემოვიდა. ეს ერთ-ერთმა დაგვიდო რაჭიდან, სოფელი თხმორიდან, არაჩვეულებრივ ეს ადგილი მე ძალიან მიყვარს ეს ადგილი ფოტოშორის და მოკლედ უკვე ხვდებით ალბათ რა სახის სურათები გვინდა და გამოვაგზავნეთ, თავის გაგვიზიარეთ, ჩვენს გაგიზიარეთ. დიდი მადლობა. კარგი, მოდი გადავხედოთ ახლა ამბებს. ევროპული ტურნეს ფარგლებში ხატია ბუნიათიშვილმა გუშინ კონცერტი მიუნხენში გამართა ტურნე ქართველი პიანისტის ახალი ალბომს უკავშირდება შუბერტი, ასე ქვია კრებულს, რომელიც 15 მარტს გამოვიდა და ფრანგული კლასიკური მუსიკის ჩარტის ლიდერი გახლავთ. ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, მადლობა საფრანგეთს. წერს ხატია თავის Facebook გვერდზე. მისი ახალი კრებული შუბერტის 9 საფორტეპიანო ნაწარმოებს აერთიანებს, მათ შორისაა ავსტრიელი კომპოზიტორის ბოლო საფორტეპიანო სონატა, 4 პოპულარული ექსპრომტი და სერენა და გედის სიმღერიდან ლისტის ადაპტაციით. ქართულ ხურბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა და ის უკვე შევიდა ძალაში. ქართული ხურბლის კულტურა 2018 წლიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ქართველებმა ხურბლის კულტივირება 8000 წლის წინ დაიწყეს. ხურბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების სიმრავლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მილიონს პლუს 1 ლარი ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავასთვის ახალი კამპანია დაიწყო. წამოწყების იდეა მეწარმე ანა მიქაძე ჩიკვაიძეს ეკუთვნის. კამპანია დუბაიდან დაბრუნებული წარმატებული პედაგოგისთვის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მთავარი პრიზის 1 მილიონი ლარის მოგროვებას გულისხმობს. რასაც ლადო გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებას და ბავშვებს მოახმარს. ანას მიაჩნია, რომ
ლადო აფხაზავა საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ასახელა ჩვენი ქვეყანა, ახლა კი დროა საზოგადოებამ მას მადლობა გადაუხადოს. საზოგადოება ამ ფორმით უნდა მოუდგეს გვერდში, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, მიიჩნევს მეწარმე. მივხვდი რომ ამ ადამიანს ეს ძალიან გაუკეთებს ხასიათს, ოპტიმიზმს, мотивაციას კიდევ უფრო მეტად გაუჩნდა და თქვა კიდევაც ერთ-ერთ ინტერვიუში, უკვე მოასწრო ინტერვიუს მიცემა, რომ კიდევ უფრო მაღალი პასუხისგებლობა როცა ამას საზოგადოება აკეთებს. სანამ წავიდოდა ლადო ამ დუბაიში ამ პრიზის მისაღებად, ის ამბობდა რომ ეს თანხა თუ მოიგებდა, იმ შემთხვევაში მოხმარებოდა გუგურის იმ სოფლის და იმ რაიონის მუნიციპალურ სკოლებს და სკოლებს ზოგადად და მოახმარდა პროგრამებს. ბუნებრივია ამ თანხასაც თუ კი შეუგრო, რამდენიც შეუგროვდება, არ აქვს მნიშვნელობა, სიმბოლური ლარზია საუბარი, მე და თქვენ ეს არ გაგვაღარიბებს არც არავის. ცხადია, ისევ იმ პროექტებს მოახმარდა, ისევ იმ პროგრამებს. მე სასიკეთო საქმეში მე ვფიქრობ, რომ დაახარჯავს. როცა ქვეყანა დიდია, გასულ საღამოს თუმანიშვილის თეატრში რეჟისორ ირაკლი გურგენიძის და ქორეოგრაფ ირაკლი შონიას ერთობლივი სასცენო პროექტი შედგა ამ სახელწოდებით. სპექტაკლში მსახიობები ვერბალური კომუნიკაციის ნაცვლად პლასტიკას მიმართავენ. პროვინციიდან ქალაქში ჩამოსული გოგონას ტანგოს ენით მონათხრობი ისტორია მაყურებელმა თუმანიშვილის თეატრში დღესაც შეუძლია შეაფასოს. თავიდან ჩაფიქრებული იყო მოცეკვავებისთვის ეს როგორც პერფორმანსი და შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის შემოთავაზებით გავაკეთეთ თეატრის მსახიობებთან, რამაც მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი სიღრმე და ამბავს მეტი შინაარსი შეძინა და ამ მხრივ იყო ძალიან საინტერესო მუშაობა სპექტაკლს. განსაკუთრებულია სოციალური ტანგო იმით, რომ აქ არ არის არც ასაკობრივი შეზღუდვა, არც წარმოშობას აქვს მნიშვნელობა, არც ფიგურას ტანგო შეუძლია იცეკოს ყველა. მე მგონი მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი არის არაჩვეულებრივი მუსიკა, მერე არის მოძრაობები, არის ეს სოციალური ტანგო ყველასთვის მისაღებია და ყველასთვის მოსაწონია, მე მგონი. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბითლზის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსულ თანხას 21 წლის ფოტოგრაფის გიორგი კალიაევის დასახმარებლად გადარიცხავენ, რომელსაც ლეიკემია დაუდგინეს. საქველმოქმედო საღამოსთვის დეკორაციები სტუდენტებმა საკუთარი ხელით დაამზადეს. მუსიკალურ ღონისძიებაზე ლეგენდარული ჯგუფის სიმღერები თორნიკე ყიფიან, მანრი გურჩმანიძემ, ბარბარა სამხარაძემ და ჯგუფმა ჟირაფმა შეასრულეს. დღევანდელი საღამო მიეძღვნა გიორგი კალიევის ამ გაკეთდა ჩატარდა დასახმარებლად გიორგი კალიევის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტია და ბითლზის სიმღერებით ასე მოაწყეს მისმა მეგობრებმა მისთვის დასახმარებელი საღამო. ჩვენ ახმარებით გიორგის, რომელსაც დაავადება აღმოუჩინეს და რომელსაც ძალიან სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. ძალიან კარგად მიმდინარეობს საღამო ახლა და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ჩაივლის და შევძლებთ რაიმეთ დავეხმაროთ გიორგის. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები, ყველასთვის უნდა იყოს ესე. მე თესეუში რამოდენიმეჯერ ვიყავი უკვე მსგავს ღონისძიებაზე საქველმოქმედოზე და ძალიან მიხარია, რომ ეს სტუდენტები ჩართულები არიან საქველმოქმედო საქმეებში. პიკასოს დაკარგული ნამუშევარი 20 წლის შემდეგ იპოვნეს. BBC აღწერს, რომ ჰოლანდიელი დეტექტივი არტურ ბრენდი, რომელსაც ხელოვნების სამყაროს ინდიანა ჯონსსაც უწოდებენ, 1938 წელს დახატული დორა მარის პორტრეტს მიაგნო. $25 მილიონ შეფასებული პორტრეტი 20 წლის წინ საფრანგეთში საუდის არაბეთის შეიხის იახტიდან მოიპარეს. ნამუშევარი ჰოლანდიაში კრიმინალურ წრეებში ტრიალებდა და მას ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობისას ერთმანეთს თანხის მაგივრად უცვლიდნენ. ნახატის საბოლოო ბედი ასე გადაწყდა პიკასოს დაკარგულად მიჩნეული პორტრეტი ჰოლანდიური სადაზღვევო კომპანიის მფლობელობაში გადავიდა.
ჩინეთში ადამიანის თავის ტვინზე მსოფლიოში პირველი დისტანციური ქირურგიული ოპერაცია ჩაატარეს. ჩინელი ქირურგი ბეიჯინგში მდებარე საოპერაციოიდან 3000 კილომეტრით იყო დაშორებული და ქირურგიულ ინსტრუმენტებს 5G ინტერნეტის გამოყენებით მართავდა. პარკინსონით დაავადებული პაციენტის ტვინზე ოპერაცია 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მას თავში სტიმულატორის ჩიპი ჩაუდგეს. დისტანციური განხორციელებული ქირურგიული ოპერაცია მაკრონული სიზუსტით და წარმატებით დასრულდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ 5G ტექნოლოგიის მობილური ინტერნეტი სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევაა. მისი დახმარებით მაღალი დონის პროფესიონალი ქირურგები შეძლებენ ოპერაციები დისტანციურად ჩაატარონ ისეთ საავადმყოფოებშიც, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნიკით არ არის აღჭურვილი. ამ გზით ადგილობრივ საავადმყოფოებში უფრო მეტი პაციენტი შეძლებს მიიღოს სამედიცინო მომსახურება. რატომ რჩებიან საცხოვრებლად უცხო ქვეყნებში დროებით ჩასული ემიგრანტები, რას ნიშნავს სიტყვები ჩემი მეორე სამშობლო. ჟურნალისტი, მკვლევარი და კოლექციონერი მანუჩარ მაჩაიძე ნიუ-იორკიდან ტრადიციულად რუბრიკა ამერიკული ხუთშაბათების ფარგლებში გვერდება. მანჩარმა პირველს მივესალმებით იმისთვის, რომ გავხსნათ დღევანდელი თემა, უმჯობესია ჯერ გკითხო. 20 წელია ცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლოა ცოტა მეტიც, იკვლევ ქართველ ემიგრანტთა ნაკვალებს, გამოსცემ ქართულ ჟურნალს სახელწოდებით მამული. შენი ცხოვრების ნახევარი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარე, რას ნიშნავს ადამიანისთვის მეორე სამშობლო და საერთოდ მეორე სამშობლო არსებობს? არსებობს, ნინო, მოგესალმებით. არსებობს თუ კი ხარ მადლიერი ადამიანი და გაქვს იმის უნარი, რომ მადლი დაინახო. ამერიკამ შეერთებულმა შტატებმა თავისი ქოლგის ქვეშ მოაქცია ქართული ემიგრაციის ძალიან დიდი ნაწილი და სანაცვლოდ არაფერი არ მოუსწროია. არიან ქვეყნები, რომლებიც თხოვენ, რომ შენ დათმო შენი თვითმყოფადობა, შენი კულტურა, ზოგჯერ რელიგიაც კი. ამერიკა ამას არ მოითხოვს. ჩვენ დღეს ნინო ჩვენს ხუთშაბათებს სულ სხვა პრიზმიდან მიუდგებით. საბჭოეთის რკინის ფარდა კი დაიგვა, მაგრამ მხოლოდ ვიკიპედიის დონეზე ვიცნობთ ამერიკას. და გვაკლია ადამიანური გზნობები მის მიმართ, აი ეს კითხვაც ალბათ ამიტომ დაგებადა თქვენ. ამერიკა უნდა შეიყვარო კიდეც. ზუსტად ისე როგორც ვიღაცას საფრანგეთი უყვარს, ვიღაცას იტალია უყვარს. ყოველ ხუთშაბათს მე შევეცდები ჩემი ამერიკა შეგაყვანოთ, მოგიყვეთ ჩემი გზნობები. დღევანდელ ხუთშაბათს მე ჩაკიდებ ხელს და FDR-ის, ანუ ფრანკლინ დელანო რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩემთან ერთად იმოგზაურებთ. ერთადერთი რაც არის საჭირო, ის არის რომ ტელევიზორთან მოყალათდეთ. ბიბლიოთეკას ალბათ აქვს საშვი, ხო? რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ესტუმროს ამ ბიბლიოთეკას. ეს არის მოგიყვებით, ეს არის ერთადერთი ბიბლიოთეკა თელს ამერიკაში, სადაც პრეზიდენტი თავად დაიბადა. ეზოში შევალთ თუ არა, მე ჩემს განცდებს გადმოვცემ. იმ წამსა მიხვდებით, რომ რაღაც სულ სხვა სამყაროში მოხვდი. დიდრუში კი არა, არამედ იდუმალში. აი ამ სახლში დაიბადა ამერიკის 32 პრეზიდენტი. მაშინ სახში ჩდებოდნენ ბავშვები და სარამ ფრანკლინის დედა აი ამ ოთახში, ამ სახლის ერთ-ერთ კუთხის ოთახში იმშობიარა და როგორც კი შეგიყვანებენ ამ ოთახში, შეიძლება ყურშიც კი ჩაგესმას შვილის პირველი წამოტირება. ის იყო და ის. მის შემდეგ ფრანკლინ დელანო რუზველტს არ წამოუტირია. არც მაშინ, როცა პოლიომიელიტის დაავადება დაუდგინდა და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. მე იმ ღამეზე მომიყვა ექსკურსია გიდი და თელი დარბაზი ვით შევედით იმ შესვლაზე სიჩუმეში იყვნენ გასუსუნი ვუსმენთ. აი დღესაც შემიძლია მიხედავთ იმისა, რომ რამდენჯერ მე ვარ ნამყოფი და ჩემი საყვარელი პრეზიდენტი არის FDR. დღესაც შემიძლია გადმოგცეთ ზუსტად ის მონაყოლი და ის ემოცია, რაც მე იმ დღეს წამოვიდა. დაღამებული იყო სახში, რომ დაბრუნდნენ ელეონორა და ფრანკლინიო და
ვერ გზნობდა თავს კარგად ფრანკლინი და გაციებული ეგონა თავი და მეორე დღეს ლოგინდან არ ამდგარაო. არც მესამე და მეოთხე დღეს, იმიტომ რომ ეგონათ რომ გაცივებული იყო. აი მეხუთე დღეს უკვე ექიმმა პოლიოს ნიშნები დაუდგინაო. აი რამე ხის გავარდნას ემგვანებოდა ეს სიახლე მე აი ამ კედლებში, ამ სახლის კედლებში შევიგძენი. იმიტომ რომ ნიჭვერი ადვოკატი იყო, ჰარვარდის კურსს დამთავრებული. ახალგაზრდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო მდივნის მოადგილე, აი ამ მაღალ თანამდებობას რომ მიაღწევ. ნიუ-იორკის სენატორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და თითქოს აი ამ დაავადებით ყველაფერი დამთავრდა. უოლ-სტრიტში შემდეგ ჯორჯიის შტატში პოლიოს სამკურნალო ცენტრს აარსებს და იწყება დიდი აღმართი და მე ამ აღმართზე ყოველთვის მიყვარს ფიქრი. როცა კი სისუსტეს შევიგრძნო ჩემს თავში ყოველთვის მახსენდება ის დიდი აღმართი რომელიც FDR-მა ჩემმა საყვარელმა პრეზიდენტმა გაიარა 1924-ში დემოკრატების ყრილობაზე გამოიწვიეს ერთ-ერთ მოხსენებლად და კატეგორიულად უარი თქვა და დათანხმდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეტლის გარეშე საკუთარი ფეხით გავიდოდა სცენაზე შვილს დაყრდნობილი ეს ის ყრილობა იყო აი ნიუ-იორკის გუბერნატორად ალფრედ სმიტის კანდიდატურა დაასახელა და ფიქშიც არ წარმოედგინა ამ ავადმყოფ კაცს რომ ზუსტად 4 წელიწადში იგი თავად შესწირდა მას და ყველაზე მეტად მინდა მივახსენოთ რა დროს 1939 წელს როცა ნიუ-იორკიდან იწყება ყველაზე დიდი დეპრესია ის დიდი ეკონომიკური დეპრესია და მასთან გამკლავებას იწყებს გუბერნატორი მანამდე 4 წლის განმავლობაში ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ ავადმყოფობდა და სახში იყო მაგრამ არა ამ სახში მოიფიქრა მან ფონდი ასეთი ძლიერი ფონდი არის March of Dimes დაფუძნება და წლების შემდეგ ზუსტად ამ ფონდის მიერ მოზიდული თანხებით შეძლო რომ დაეფინანსებიათ ის დაავადება რომელიც თვითონ ჰქონდა პოლიოს კვლევა და გამოეგონათ ჯონას სალკის მკვდარი ვირუსების ვაქცინა და ალბერტ საბინის ორალური ცოცხალი ვაქცინა. მის შემდეგ ჭორების, ის სასაცილო ჭორები, დღეის გადასახედი და სასაცილო ჭორები რომ პოლიო ხედის ჩამორთმევით, გამაგრილებელი სასმელის მოხმარებით და წვიმითა და სიცხით ხდებოდა, უკვე წარსულს ჩაბარდა. ამის პარალელურად აი ამ წლებში რამდენად როგორ შეძლო ამერიკამ აღეგზნო თავი რუზველტს დისკრედიტირებულად მიუხედავად აი ამაზე მოგიყვებით ძალიან საინტერესო შეკითხვა დამისვით დაიწყეს საუბარი და ყოველ დღე შეიქმნა კომიტეტი რუზველტის მეგობრები და ყოველ საღამოს ყაჩაღებივი თავს დაადგებიან ფრანკლინს რომ აიძულონ რომ საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩაერთოს თანხმდება მხოლოდ ერთი პირობით არის სარგებლოს მისი ავადმყოფობით და ეს დაფარული დარჩეს ხალხისათვის და დღეიდანაც კი დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი რა გასაკვირია რომ პრესაც გაგებით ეკიდება ამ მოთხოვნას და მაშინდელ პრესაში ვერსად ნახავთ ერთ სურათსაც კი სადაც ჩანს რომ ის ინვალიდის ეტლშია ყრილობაზე არსებობს კადრები ჩანს საკუთარი ფეხით გადით და შვილს არის ჩამოყრნობილი და ჯერ შვილი შეიყვანს ტრიბუნასთან ტრიბუნას შემდეგ დაეყრდნობა წარმოთქვამს სიტყვას ასრულებს და მე კულისებისაკენ დაიძრება და აი აქ ხდება საოცრება 1 საათი ზუსტად 1 საათი ხალხის ოვაციების გამო დგას შვილზე ჩამოყრდნობილი და ვერ გადის კულისებში შვილი იხსენებს შემდეგ რომ დიდი ხანი მკურნალობდა დაბრუჟებულ ხელს რადგან სიმწრისგან თუ ემოციისგან მამა ძალიან ძლიერ უჭერდა ხელს შვილს არა ეს ალბათ უფრო ეყრდნობოდა ამ ხელს თელი სხეულით და სწორედ ამ ეს უფრო გამოიწოდა ამ რა თქმა უნდა მაგრამ ემოცია ის რომ ამერიკელი ხალხი 1 საათი ოვაციებს უმართავს პრეზიდენტობის კანდიდატს ასეთი პრეცედენტი მის შემდეგაც აღარ შექმნა შესაძლებელია ყველაზე დიდი 20-22 წუთიანი ტაში ყოფილიყო ოვაციები მაგალითად როცა ობამა დემოკრატიული ყრილობაზე გამოვიდა მაგრამ აი ასეთი დიდი ოვაცია რომელიც რუზველტს ერგო ნაკლებად შეიძლება გაგახსენდეს you know მე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებში ბევრში ყოფილი ვარ მაგრამ აქ სხვა გარემოა გარემო იმიტომ რომ
შენის თვალით ნახავ რომ აი ამ კოტეჯში დააბინავა მასპინძელმა სტუმარი ინგლისის მეფე ჯორჯ მე-6 და დედა-დედოფალი ელიზაბეტი აი თქვენ ნახავთ სურათს მე ვზივარ ეს სავარძელზე აი მან ზის ამოსვლას ელოდებოდა და მზეს აფიცხებდა ბებერძულებს ეს პრეზიდენტი აი კიბეზეც რომ ახვალ პირველი ოთახი მარჯვნივ ჩერჩილის ოთახია და ასე ქვია დღესაც და შევიწყიდე როგორი ემოციებით მე ძალიან მიყვარს ასეთი ემოციების ჩამოკრეფა და აი აქ მოასვენა დაღლილი სტუმარი მასპინძელმა და ამ ფუმფულა ბალიშებზე დაასვენა ნამგზავრი თავი უინსტონ ჩერჩილმა ამას რომ წარმოიდგინეს არის ამადღილი და ცხოვრება და აი დავაკვირდი რომ აი ამ ხალიჩაზე ელაგა ჩერჩილის ჩურსტები და სიგარით აღჭოლებული ახველებდა მთელი დღე მთელი ღამე და გვერდზე ოთახში რუზველტს ესმოდა სტუმრის ხელება აი ამის შეგრძნებისთვის არის მარტო ღირს იმ სახში მისვლა მანამდე ქვემოთ არის დიდი სასტუმრო ოთახი და იქ საათობით უსაუბრიათ მსოფლიოს დალაგებაზე და ფანქარი ეჭირა ხელში თურმე და ამ საუბარში მოიფიქრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეხლანდელი გაეროს დაარსების იდეა და აუცილებლობა მე იქ ყველაზე ბევრი შეკითხვა გიც რა თქმა უნდა მივეცი მე და ვიკითხე რომ აი ინვალიდის ეტლით როგორ ჩადიოდა სამუშაო ოთახში მეთქი და მან მიმითითეს მინის მიღმა დღემდე ხელმოუკიდებელი ტრამპლინი დამანახეს და ზემოთ კი მაჩვენეს ხელის ლიფტი ანუ იმდენად დამოუკიდებელი ადამიანი იყო ზედა სართულზეც კი ხელის ლიფტით ადიოდა თვითონ მაგრამ რაც ჩემთვის საინტერესო იყო ფრანკლინს ესმოდა თავისი ავადმყოფობა რამდენად დამდგუნული შეიძლება ყოფილიყო სტუმრისათვის და თურმე ამისთვის ხრიკი ქონია სასტუმრო ოთახის ბოლოში იყო მისი სავარძელი ძალიან გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი სტუმარს რომ ამ სასტუმრო ოთახში შემოსულიყო და სანამ შეიპატიჟებდნენ სტუმარს სასტუმროში ეტლიდან ჩვეულებრივ სავარძელში გადაგზავნებოდა თურმე და ოთახში შემოსულ სტუმარს თურმე ისეთი ოვაციებით შეხვდებოდა ხმამაღალი ოვაციებით შეხვდებოდა თუნდაც რომ ფიქრის დროსაც არ უტოვებდა რომ რაიმე გაეფიქრებია ან დაძრგუნულიყო სტუმარი გარდა ამ სახლისა სადაც დაიბადა ფრანკლინ დელანო რუზველტი ბიბლიოთეკის ახალი ნაწილი არის და აქ ომის პერიოდში ღამებს ათევდა მუშაობაში არსებობს ცნობები იმისა რომ 5 დღის განმავლობაში იგი სამუშაო ოთახიდან გამოსულა აი ახლა მაგიდას რომელსაც აჩვენებთ ამ მაგიდასთან იჯდა პლედ შემოხეული რუზველტი 1941 წლის 7 დეკემბერს როცა იაპონიის საჰაერო ძალებმა იერიში დაარტყა ამერიკის ბაზას აი ცნობილი რომ არის პერლ ჰარბორში აი ზუსტად მან მაგიდაზე დაიწერა მისი ცნობილი მიმართვა რომელსაც დღემდე დედამიწაზე პოლიტიკური გამოსვლის ცხინვალე ნიმუშად თვლიან აი აქ არის გადათხაფნილი თუ ჩანამატები და აი ეს ჩანამატები პირველი სიტყვა არის ყველაფერი რომელსაც დღემდე ასწავლიან სტუდენტებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და რამდენად ბედნიერი ვიყავი რომ აი ეს ორიგინალი მისი ხელით გადათხაფნილი იყო ჩემს თვალწინ და ჩემი თვალით ამოვიკითხე თარიღი რომელიც იცხოვრებს ბოროტებაში ბოროტი თარიღი კი არა ბოროტების გამარჯვება კი არა არა ზუსტად ნაპოვნი სიტყვა სიმძაფრის და რეალობის ერთად გამოსახატავად როცა სამუზეუმო ექსპონატებს შეუდგებით და ათვალიერებთ აქ ნახავთ მის მანქანას აგრეთვე თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მოუტანიათ მისი მაგიდა აქვე არის საბეჭდი რემინგტონი და ყველაზე მეტად რაც არის კალამი რუზველტის ხელებში გაცეცილი კალამი როგორც ჩანს მას ამოჩემებული ჰქონდა და ერთ კალამს იყენებდა და დაინახავთ რომ აი მისი თითებით იყო გაცრეცილი ეს კალამი და გავიფიქრე ვინიცის მეთქი რომ ამ კალმით დღევანდელ მსოფლიოს როგორ დაალაგებდა რუზველტის გონების ადამიანი მეთქი ნინო
სანამ მე ვიცი რომ შემეკითხები, მაგრამ სანამ შემეკითხები, საინტერესოდ მენიშნა ერთი რამ. არც სახლ-მუზეუმში და არც ბიბლიოთეკაში ვერსაც ვნახე იმ სამეულის. სტალინის გულის, ხო? დიახ, იალტაში ერთად გადაღებული სურათი. ვერსაც ვერ ვნახე მიუხედავად იმისა, რომ გამადიდებელი შუშით ვეძებდი მე ამ სურათს ყველგან. შემთხვევით ამ სახლში არც არასოდეს ხდებოდა რამე და არც ეს მივაწერე შემთხვევითობას. იქ სადაც ორი პოლიტიკური ძმის თანამოაზრის ჩერჩილისა და რუზველტის ბიუსტები ერთმანეთს გასქეროდნენ. გორელი იოსების ხსენება არსად არ იყო. თქვენ სურათში ნახავთ ჩაკუჩს. მე სპეციალურად გადავიღე სურათი. ყრილობის თავმჯდომარე მე ჩაკუჩი გამოიყენაო, როცა FDR-ი, ფრანკლინ დელანო რუზველტი პრეზიდენტად წარადგინესო. და ყველაზე საინტერესო რა არის იცი? ეს ჩაკუჩი ამოჭრილი იყო იმ ცაცხლის ხისგან, რომელიც ჩრდილავდა სცენას 1858 წლის ლინკოლნ დუგლასის დებატებში. აგრეთვე იცი რომ მე ყველგან მეძებ ქართულ ყვალს და ჩემთვის ქართველისთვის საოცარი იყო რუკა, რომლითაც სამამულო ომს აწარმოებდა რუზველტი. რა თქმა უნდა თვალით მოვძებნე. ამ რუკაზე საქართველო არათუ საბჭოთა სახელით, არამედ თავისი სახელით იყო დატანილი და ჩემი პატარა ქუთაისის სახელით საკითხული ექნებოდა რუზველტს. როცა თქვენ კადრებს მოიტანთ, თქვენ ნახავთ რომ ქუთაისიც ჩანს. გამორჩევით ჩანს. გარეთ გამოვდივარ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ ახლა ჩემთან ერთად მოგზაურობთ აქ. აგერ არის ბერლინის კედლის ფრაგმენტი. და შემდეგ დიდ თეთრ მარმარილოს ქვას დაინახავ შუაგულ მინდორზე. ეს მისი განსასვენარია. მე რუზველტის სიტყვები მახსენდება, მისი ყველაზე თავარი და ცნობილი სიტყვები. ერთადერთი რისიც გვეშინია, თავად შიშია. და ეს კითხვა მიტრიალებდა სულ თავზე ის 3 საათის განმავლობაში, როცა მე იქ ვიყავი. რისი ეშინოდა ამერიკის მესამე მამად წოდებულ რუზველტს მეთქი. სიკვდილის ნამდვილად არა. მისმა ცხოვრებამ დაადასტურა, რომ სიკვდილის არა. 63 წლის ასაკში სიკვდილის სარეცელთან მან ღმერთს გადაულოცა გაცოცხლებული. და როგორ თქვა, უკვე უკვდავი ამერიკა. მის შემდეგ ამერიკა გახდა უკვდავი. ჩემმა მეგობრებმა ნინო იციან ჩემი გიჟის სიყვარული რუზველტისადმი და ამიტომ შეიძლება გაჩერება მოგიწიოს ჩემი იმიტომ ქრონომეტრაჟით ბევრი ვისაუბრო და მეკითხებიან რატომ მიყვარს მე ასე განსაკუთრებულად რუზველტი. მიზეზი ბევრია, მაგრამ მე მხოლოდ სათაურების სახით გეტყვი. პირველი ალბათ ჩემთვის გამორჩეული იმიტომ რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც 2-ზე მეტი 4 ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად. მაშინ ისტორიკოსებმა იციან და მოგეხსენებათ რომ ამერიკის კონგრესმა 1947 წელს შეზღუდა ვადა და 1951 წლის თებერვალში შტატებმა დაასრულა რატიფიცირება და შეიზღუდა საპრეზიდენტო ვადა. მისი პრეზიდენტობა ცნობილია იმით, რომ მან დაამარცხა შიმში და უმუშევრობა და ფეხზე წამოაყენა წაქცეული, ამშეული დიდი დეპრესიისგან განადგურებული ქვეყანა. მანჩარ, უნდა დაგემშვიდობოთ. მე არ გიშლიდი ხელს, იმიტომ რომ შეყვებოდი ამას როგორც თვითმხილველი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო შენი მონაყოლის მოსმენა, იმიტომ რომ თქვენ შენ იყავი ამ ყველაფრის თვითმხილველი. ამ სახლის სტუმარი, ამ ბიბლიოთეკის მკითხველი და პირველ რიგში ეს იყო ჩემთვის საინტერესო. მადლობა იმისთვის, რომ გვამოგზაურე. ბატონო? მომავალი ხუთშაბათის ანონსიც უნდა დაგიტოვოთ, ფასები გაგიშობთ. მომავალ ხუთშაბათს მე და ჩემი მაყურებელი ამერიკის ერთ მაგარ ქალაქში გავისეირნებთ. ისე რომ არცეც მოგიწევს თვითმფრიავის ბილეთის შეძენა. პირადად მე ეს ქალაქი პურ ავტობუსის მძღოლმა შემაყვარა. აი, ღარიბულად რომ მიტყვიან,
ნასკებიდან ამოხდა. სანამ ძალით არ გვაჭამა ის კერძი, რომელსაც სხვაგან ასეთი გემოსას ვერაფრით ვერ დააგემოვნებთ. რამე კავშირი აქვს ამას ჩვენს საერთო სამშობლოსთან? არა, ეს არის ამერიკული ქალაქი და ეს ამერიკასთან ჩვენ ახლა ვეცდებით რომ ამერიკა უნდა შეგვიყვანდეს. ეს ამერიკული ქალაქია, ჩემი მეორე სამშობლო და მე ახლა ვცდილობ რომ ჩემი მეორე სამშობლო შეგავყავოთ. და გაგვაცნო. ჩვენ გვაინტერესებს ძალიან გაცნობა. რეკლამაზე გავდივართ. რეკლამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ სააზროვნო სხვა სააზროვნო თემების გაშუქებას თქვენთვის. პირველზე პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას და ბაჩი ვალიშვილი ინტერნეტიდან რაღაც საინტერესო ამბებს გვიგზადებს დილიდან ყოველ შემთხვევაში არა ანონსებს და არც მე არ გამიფრთხილა. მოკლედ, დილაობით ყველას გვაქვს ჩვენი რიტუალი სარკის წინ. და ეს რიტუალი მარტივია, რაღაც თავს ვიწესრიგებთ, სარკეს ვიყურებთ და შემდეგ და არაფერი განსაკუთრებული, ხო, ჩვეულებრივად, მაგრამ Care OS-ი არის მომავლის სარკე, რომელიც ყველას ფიფქიას დებინასვლად გაგრძნობინებ თავს, ოღონდ კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. ცუდი გაგებით? ახალი ჭკვიანის სარკე სამუდამოდ შეცვლის ჩვენ დილის რიტუალებს, რადგან ამ სარკეს აქვს ახალი ფუნქციები, ჭკვიანი სარკე, ასე მოიხსენიებენ მას და ახალი ფუნქციები, რომელიც არის touch screen-ი, ხმის რეკოგნიცია, ხმის აღქმა, სახის რეკოგნიცია, არ ვიცი, 4D ვიზუალიზაცია, 3D ჩაწერა, მოკლედ 1000 მაიმუნობა აქვს, ვეცდები რამდენიმე კიდე ჩამოგითხოვოთ. გამადიდებელიც აქვს, zoom-ის ეფექტიც აქვს, მხედველობის ტესტი, სიტყვაზე დილით რა მოგინდა თუ დილით რა მხედველობის დატესტო თუ მოგინდა შეგიძლიათ ჩართოთ და მხედველობის ტესტიც გექნებათ და შედეგსაც დაგიდებთ გულის ცემის მონიტორინგი, კანის სიჯანსაღის მონიტორინგი, მოკლედ პერსონალური ექიმი რო ყავდეთ ყოველ დილით სააბაზანოში ზუსტად იგივენაირი სიტუაცია და თმის ფერის შემცველიც კი არის. აი ესეთი ფუნქცია აქვს, ნუ შეუძლია თქვენ გადაგიღოთ 3D სურათი ან თუნდაც ვიდეო და მერე გვერდზე ამოდის ეკრანი, სადაც ჩნდება თქვენ როგორ გამოიყურებით საცდელად რაღაც კონკრეტული მაკიაჟით ან რაღაც კონკრეტული თმის ფერით. და ასევე არის მოდელები შექმნილი სასტუმროებისთვის და ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს ამას, რომ თქვენ სასტუმროში რომ მიდიხართ, შეგიძლიათ დააყენოთ ჩეკინის პრეფერენციები, რომ თქვენი თქვენთვის პერსონალიზირებული სარკე შექმნათ და შემდეგ ჩეკ-აუთის დროს, ანუ როცა მიდიხართ ნომრიდან, ეს თქვენი პირადი ინფორმაცია ყველაფერი წაიშლება. და არის მაღაზიებისთვის კიდევ ესეთი ფუნქცია, მაღაზიებში შეგიძლიათ რაიმე ნივთი, რომელსაც ყიდულობთ სიტყვაზე კოსმეტიკა, მიიტანოთ ეკრანთან და სარკესთან და ის დაგიწერთ მონაცემებს, ყველაფერს დეტალებს, რაც ამ პროდუქტზე და დეტალები არსებობს ინტერნეტში. და ასევე შეგიძლიათ ზუსტად აი ეს სიტყვა წარმოიდგინეთ eyeliner-ს ხო ხმარობთ? წარმოიდგინეთ მაღაზიაში შედიხარ, eyeliner-ს მიიტან სარკესთან, ის გეუბნებათ რა ბრენდია, როდის შექმნა, ასე შემდეგ. შემდეგ შეიძლება აირჩიო ოპცია, რომ როგორ მომიხდება ეს eyeliner-იო, კითხო სარკეს და სარკე 4D ვიზუალიზაციით შეძლებს შენ განახოს როგორ გექნებოდა eyeliner. ხელოვნური რეალობის მეშვეობით და 4D ვიზუალიზაციის მეშვეობით. და ასევე ჩვენ ვეძებთ beauty rubric-ისთვის წამყვანს და მე მგონი გამოდგები. არ ვიცი. და კიდევ ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია, რომელიც მე ძალიან მომეწონა არის, შეგიძლიათ დაუკავშიროთ ჭკვიან აბაზანას, რომელიც კიდევ მომავლის პროექტი არის. მთელი აბაზანი შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენ სარკეს და თქვენი სარკე იქნება აბაზანის ტვინი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია მთელი პროცედურების მართვა. შეგიძლიათ მოუშვათ წყალი, ონკანი მოუშვათ, დუში, ბოდიში, აბაზანში ხაპი მოუშვათ და შემდეგ უბრალოდ თქმით, ეტყვით სარკესო. ო სარკეო, ეხლა ბანაობას ვაპირებ და ხაპი ჩართებ თუ შეიძლება სარკე ჩართავს. ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ საინტერესო თემაზე. მეუბნებიან რომ ვეღარ ვასწრებთ, ამოიწურა ჩემი დრო სამწუხაროდ, მე დაგიბრუნდებით მოგვიანებით ძალიან საინტერესო ტელეამბებით.
მადლობა ბაჩი. ახლა დროა ლუკას შევუერთდეთ დღის ამბების უთმობთ პირდაპირ ეთერს TV1-ზე. ნინო, კიდევ ერთხელ მოგესალმები. დღის ამბებს გაგაცნობთ მოკლედ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით საქართველოში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს გავლენა შემცირდა, თუმცა მისი იდეების მხარდამჭერმა პირებმა შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი დოკუმენტში საუბარია რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების ქმედებებზე. ჰიბრიდული ომი ანგარიშში კვლავ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ერთ-ერთ მიმართულებად სახელდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. სუსში ამბობენ, რომ იყენებენ ყველა მექანიზმს, რათა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. 21 საუკუნეში ჰიბრიდულ ომს და ომის სტრატეგიას საზღვრები არ აქვს. სამწუხაროდ ის ჩდება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში და ამ პოლიტიკას აქვს მეტნაკლებად პირდაპირ მიზანი ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ამიტომ თავისთავად ცხადია საინტერესოა თუ რა სახის პროპაგანდა ვრცელდებოდა მიზანმიმართულად, რა იყო დარტყმის ობიექტი და შესაბამისად რა ღონისძიებები გატარდა და ასევე ჩვენს კარგია რომ ინფორმირებული ვიქნებით თუ ასეთ ჰიბრიდულ გამოწვევებთან მიმართებაში პარლამენტი, დეპუტატები როგორ უნდა იქცეოდნენ და როგორ უნდა ხდებოდეს ასეთ დეზინფორმაციაზე რეაგირება. ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოცმუშაკებს ხვდება. მუშაკთა რაოდენობის ზრდა, მათი მუშაობის კოორდინაციის საბჭო, ინფრასტრუქტურის მოწყობა და პროფესიული მხარდაჭერა. სერგეენკო მათ სამინისტროს 4 პუნქტიან გეგმას აცნობს, თუმცა ამ პუნქტებზე სოცმუშაკების შეფასება უკვე ცნობილია. ისინი ამ გეგმას აბსურდულს უწოდებენ. სოციალური მუშაკების პროტესტს ბრიფინგით გამოეხმაურნენ ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი. დეპუტატების თქმით, სერგეენკოს უწყება სოციალური მუშაობის მიმართულებით პროექტები ჩაუვარდა. გაჟღერდა მოწოდება დავით სერგეენკოს მიმართაც. დააკმაყოფილოს სამინისტრომ გაფიცული მუშაკების მოთხოვნები, რადგან ამ პროცესით ბენეფიციარები ზარალდებიან. ისინი ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ფაქტობრივად აუფეთქდა ჯანდაცვის სამინისტროს ეს მიმართულება. თქვენ იცით, რომ დაახლოებით 240 ადამიანი არის დასაქმებული ამ მიმართულებით და სახელმწიფოს ყავს იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, არ შეესაბამება თქვათ მოთხოვნას და ვფიქრობთ, რომ პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს, მაგრამ რაც აგვაქვს დღეს ამ ყველაფრისთვის ჩვენ ყავს დაახლოებით 240 ადამიანი და 96% არის გაფიცული. ფაქტობრივად ეს არის კრიზისი და სისტემური ჩავარება. ეკაბესელია ყოფილ თანაგუნდელებს კოლექტიურ ტერორისტებს უწოდებს. Facebook პოსტში ოცნების ყოფილი წევრი წერს, რომ ამ დრომდე არ ჩანს ვინ არის კადრების გავრცელების ორგანიზატორი, თუმცა საკუთარი კომენტარებით ამ პროცესში აქტიურად ჩანენ მათიკაშვილ ოხანაშვილ კილაძეები, კოლექტიური ტერორისტები. კადრების გავრცელების საქმეზე მათ კომენტარებს ბესელია ამას რძენს უწოდებს და რჩება განცდა, რომ მორალური ტერორის მონაწილეები ისინი არიან. ამ საქმეს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამით ყველაფერი ნათქვამია, ხო, მე მაინტერესებს, ახლა სხვებს არა აქვთ ესეთი ურთიერთობები. ხო, რადგანაც ხდება სამწუხაროდ. და ხელის გაშვერა ხდება სხვისკენ. ვფიქრობ, ეს არის უკვე შეურაცხყოფელი, რომ ამოღებული აქვთ მიზანში ერთი ადამიანი. ვისეკისრება პასუხისმგებლობა ინტერნეტში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე. 2016 წლიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც პირადი ცხოვრების კადრები ინტერნეტში პირველად გავრცელდა, ყველა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დებდა პირობას, რომ საქმეს გამოიძიებდა და დამნაშავე პირებსაც დასჯიდა. თუმცა ამ დრომდე არ ვიცით, ვინ და რა მიზნით ახორციელებს მორალურ ტერორს კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების ხელწერაზე მიუთითებს. ეს არის უმსგავსო ძალიან მძიმე საქციელი, რომელიც ისჯება კანონით. ამიტომ კიდევ ერთხელ
სოლიდარული ვარ მათ მიმართ ვისი პირადი ცხოვრების შელოხ ხდება და ასევე უმკაცრესი ვარ და მოვითხოვ ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რომ მათ ჰქონდეთ ძალიან მკაცრი და ადეკვატური სწრაფი 19 წლის მირიან ჟავანაძეს, რომელსაც გამოძიება ეკაბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას ედავება, ბრალს დღეს წარუდგენენ. მას ჯერჯერობით ადვოკატი არ ჰყავს. დაკავებულის მამამ არ იცის მისი შვილის ინტერესებს, კერძო ადვოკატი დაიცავს თუ სახაზინო წესით დანიშნული. მირიან ჟავანაძე ბათუმიდან გუშინ გადმოიყვანეს. როგორ მოიპოვა კადრები ან რა მიზნით გაავრცელა. ოჯახს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ჟავანაძემ დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები პირადი ინტერესის და დამკვეთის გარეშე გაავრცელა. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, დღის ამბები პირდაპირ ეთერში პირველ საათზე ეთუნა ინწგირველთან ერთად დაბრუნდება. მადლობა ლუკა. პირველამდე ძლეოსნობის სასახლის დირექტორმა პროფესიით მხატვარმა ზაზა ხაზალიამ ზაფხულისა და ზღვაზე დასვენების მოყვარულებს ახალი საზღვაო ტრანსპორტი ველოსაპი შესთავაზა. ინოვაციური წყლის ველოსიპედი უკვე არსებულზე სწრაფი და თანამედროვე გახლავთ თბილისის ზღვაზე ველოსაპის დასატესტად. ჩვენი კორესპონდენტი ლევან ლომიძეც ავიდა. წყლის გასართობების მოყვარულებს მათ, ვისაც ხმაურიანი სანაპიროდან მოშორებით ყოფნა სიამოვნებთ, ამიერიდან ველოსაპის ახალი ქართული გამოგონების პრაქტიკაში გამოცდა შეეძლებათ. ეს წყლის კომფორტული ელექტრომექანიკური ტრანსპორტია. პროფესიით მხატვარ ზაზა ხაზალიას მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ ნოემბერში გაუჩნდა. გამომგონებლის ექსკლუზიურ კოლექციაში ახლა უკვე 5 ველოსაპია. მთელი ცხოვრება შეხება მქონდა სპორტთან და აქედან გამომდინარე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაცა გაკეთებული იყო ისეთი, რაც იქნება ქართული. ველოსაპის შექმნის იდეა დაახლოებით 4-5 თვის წინ დამებადა. მისი უპირატესობა რა არის? საპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს შეიძლება გამოიყენო იმისათვის, რომ წამოწვევთ მზით, გაირუჯო, დაისვენო, ანუ ესეც ორ ადამიანზეა გათვლილი. ველოსაპის გამოყენება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია. მისი მართვა საკმაოდ მარტივია და სტანდარტულ წყლის ველოსიპედებზე მაღალ 10 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მოწყობილობა ჰიბრიდულია და მოძრაობს როგორც პედლების მექანიკური ტრიალით, ასევე ელექტროძრავის მეშვეობით. ჩემი იდეა იყო ის, რომ სახელმწიფოს თავისი წვლილი შეეტანა. ვიყავი აწარმოეს საქართველოშიც, ვიყავი სტარტაპშიც. მითხრეს, რომ არის ძალიან საინტერესო, მაგრამ დაფინანსებაზე თავი შეიკავეს. იდეის ხორჩესმაში დამეხმარა გიორგი ჩიკვილაძე, ჩემი მეგობარი. დამდეგი ზაფხულიდან ზაზა ხაზალიას გამოგონება უკვე შავი ზღვის ტალღებს გაჭრის. როგორც გამომგონებელი იმედოვნებს, ველოსაპი საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს, მომავალში კი სპორტის ერთგვარ ახალ სახეობასაც დაუდებს სათავეს. ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი ხვალიდან ევროპულ საკონცერტო ტურნეში მიემგზავრება. ფოლკლორის ეროვნული ცენტრიდან ნათია ხართიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ნათია, რომელ ქალაქებსა და დარბაზებს ითვალისწინებს დიდგორის ტურნე და რა რეპერტუარი აქვს მომზადებული ევროპელი მსმენელისთვის? მოგესალმებით ნინო ფოლკლორის ცენტრიდან, სადაც მასპინძლობას მომღერალ გალობელთა გუნდი დიდგორი გვიწევს. გუნდი ხვალ გასტროლით ავსტრიასა და გერმანიაში მიემგზავრება და იქ საკმაოდ დატვირთული საკონცერტო პროგრამა ექნება. სწორედ ამ დაგეგმილი შეხვედრების და კონცერტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად ვიმყოფებით აქ ჩვენ და გვაქვს საშუალება გამგზავრებამდე გავესაუბროთ გუნდის წევრებს. გივი მოგესალმები. პირველი კითხვა მექნება შენთან. გივი აბესაძე, ეს გახლავთ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სოლისტი, არაჩვეულებრივი ხმის პატრონი. გივი, ავსტრიაში მიემგზავრებით ხვალ და იქ უნდა მიიღოთ საღდგომო ფესტივალში მონაწილეობა. ეს ფესტივალი უკვე საკმაოდ ბევრი წელია იმართება. თქვენი და ფესტივალის ორგანიზატორების თანამშრომლობა როგორ მოხდა და რამდენი კონცერტის გამართვას გეგმავთ ფესტივალის ფარგლებში?
მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩვენ მივაგზავნებით ხვალ ავსტრიაში და ამ ფესტივალის ორგანიზატორი უკვე გახდათ საქართველოში, პირადადაც გაგვიცნო, მოიარა ჩვენთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე და ახტოვანებულია ქართული კულტურით მრავალხმიანობით და სწორედ ასე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ჩართულიყავით ამ ფესტივალში. ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტია, იმიტომ რომ არის საკმაოდ ვრცელი და დატვირთული ორგანყოფილებიანი კონცერტი, სადაც ტრადიციული გალობა იქნება წარმოდგენილი სააღდგომო მსახურებიდან და ასევე ქართული ხალხური სიმღერები მეორე განყოფილებაში. დაახლოებით 700 კაციანი დარბაზი ეკლესია, ესე ვთქვათ, და ძალიან ისეთი ლამაზი პატარა ქალაქია და მნიშვნელოვანი ფესტივალია ავსტრიაში. გივი, სანამ ავსტრიაში გამგზავრებით, თქვენ აკრებთ ქართულ ემიგრანტებთან შეხვედრას, რასაც რამდენადაც ვიცი და სად და როგორ დაიგეგმა ეს შეხვედრა და რას უმზადებთ საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს? ჩვენთვის ძალიან ისეთი კარგი სიურპრიზი იყო, როდესაც ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა გაიგეს, რომ ჩვენ ფესტივალზე მივდიოდით და მონაწილეობას ვიღებთ ამ ფესტივალში. ჩვენ შეგვეხმიანნენ, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი წარმომადგენელი სათვისტომოსი და მოხდა, ესე ვთქვათ, ჩვენი შეხვედრის დაგეგმა ვენაში. შევხვდებით ქართველებს, როგორც პატარა ბავშვებს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებისთვისაც გამართავთ მცირე ისეთ. და დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებენ ამ კონცერტით. შემდეგი კითხვით, ნიკა, შენთან გადმოვალ ნიკა ივანაშვილი. ნიკა, გერმანიაში სამართ კონცერტებზე მინდა კითხოთ. აქაც საკმაოდ დატვირთული საკონცერტო პროგრამა გაქვთ, როგორც ვიცით, და მოდით იქ მცხოვრებ ადამიანებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია. სად გაიმართება კონცერტები და რა რეპერტუარით მიდიხართ? გერმანიაში, კერძოდ ქალაქ მიუნხენში იქნება კონცერტები, ნიმფენბურგის სასახლეში, ასევე შეხვედრა გვექნება მიუნხენის კონსერვატორიაში, მუსიკოსებთან გვექნება გარკვეული პრეზენტაცია. რაც შეეხება რეპერტუარს, საკმაოდ დახუნძვლული არის ჩვენი რეპერტუარი, სხვადასხვა კუთხეების სიმღერებით იქნება როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლეთი საქართველოს ძალიან ბევრი საინტერესო ნიმუში წარმოდგენილი, ვფიქრობ, იქაურის მსმენელი ნამდვილად ყოფილი დარჩება, ასევე როგორც ავსტრიაში, ასევე გერმანიაში წარმოადგენთ ტრადიციულ საეკლესიო საგალობლებს და ვფიქრობთ, რომ მოსული მსმენელი, ასე ვთქვათ, დარჩება ნასიამოვნები და ასე ვთქვათ, სრულად მიღებული აი ყველა კუთხის სიმღერით. მაყურებელს ვეტყვი, რომ გალობელ მომღერალთა გუნდ დიდგორს წელს შეუსრულდა 15 წელი არსებობიდან და ამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი. მოდით ესეც გავაჟღეროთ და ხო, ჩვენ ნამდვილად 15 წელი შეგვისრულდა, ამ 15 წლის განმავლობაში უამრავი კონცერტი და გასტროლი ქონია. რაც შეეხება წლევანდელ წელს, ასე ვიწყებთ. ახლა ავსტრია-გერმანიის გასტროლით, ამას მოყვება შემდეგ მაის-ივნისის თვეში კანადაში გვაქვს საკმაოდ ვრცელი ტურნე, დაახლოებით 20-25 დღის განმავლობაში ბევრ კონცერტსა და ასე ვთქვათ მასტერ-კლასს გავმართავთ და გარდა ამისა, აქ ადგილზე საქართველოში საკმაოდ ბევრი კონცერტი გვაქვს და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა შემოდგომაზე გვექნება საკმაოდ ისეთი დიდი საიუბილეო სოლო კონცერტი და ნახოთ ასე გეგმავთ. მე მინდა გზადაგილოცოთ, გისურვოთ ძალიან წარმატებული გასტროლი, ის გადამრჩენია და აგემშვიდობოთ ჩემო მაყურებლებო და დაგიტოვოთ ძალიან კარგი სიმღერა აფხაზური.
მადლობა მომღერალ გალობელ გუნდს დიდგორს, რომელსაც გზას დაულოცავთ ჩვენი პირდაპირ ეთერიდან ევროპულ საგასტრონო ტურნეში. ნათია ხართიშვილს მადლობას ვუხდით, რომ გუნდი უფრო ახლოს გაგვაცნო და მისი შემოქმედებაც და მისი გეგმებიც, რა თქმა უნდა. ახლა კი მოდით ერთად ვიმოგზაუროთ წარსულში ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტო მემატიანე გვეხმარება. ამაში ჩვენ თითქმის ყოველ დღე მე-20 საუკუნის საქართველოში სპორტული ცხოვრება თურმე გამორჩეულად აქტიურია. სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია პირველი ქართული სპორტული გაზეთი ლელო, რომელიც ყოველდღიურად გამოდიოდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. 1953 წლის დღეის წორს გაზეთის ნომერში განიხილება უყურადღებოდ დატოვებული სპორტული დარბაზები. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ავტორი ამ ყველაფერს ლექსად გადმოსცემს. შევეცდები ეს ლექსი წაგიკითხოთ ახლა. ხალიჩა და იატაკი ყველაფერი მტრიანი, რგოლებიდან ვინც ჩამოხტა ალბათ თავის მტერი არის, სპორტი გვიყვარს, მაგრამ ტვერი სანამ ყლაპოთ, სანამ ვთელოთ, უკვე დროა ყურადღება მოგვაქციოს სამმართველო. წერს 65 წლის წინანდელი ლელო. 1905 წელი საქართველოში გლეხების აჯანყებათა სიმრავლით გამოირჩეოდა, ამ პერიოდში თითქმის ყველა მხარეში მატულობდა პროტესტის ტალღა და სოფლებში გლეხთა ასეულებიც კი იქმნებოდა. ალექსანდრე ჯაბადარის რედაქტორობით ყოველდღიური ცნობის ფურცელი 28 მარტის ნომერში წერს. რაჭალე ჩხუმში გლეხები სასამართლოებს წვავენ და ადმინისტრაციას მოთხოვნებს უყენებენ. სოღალაშენში ქართლის რამდენიმე სოფლის გლეხობა ერთიანდება, ამაფერხულში ზემო იმერეთის სოფლებიც ჩაერთვნენ. სამეგრელოს ერთი მხარე მწარედ აქტიურობს, მეორე კი სრულებით იწყნარდა. ქურდობა და ხულიგნობა სასაცილო ფაქტი ცალსაღად არ არის. თუმცა ძველ გაზეთებში ხშირად ვაწყდებით ისეთ კრიმინალურ ქრონიკებს, რაც დღესაც და ალბათ მაშინაც ღიმილს იწვევდა. მაგალითისთვის 1897 წლის დღეის წორს გაზეთი ივერია კიბის ქურდობაზე წერს ასე. ღამით ანდრეევის ქუჩას უცნაური ქურდები ეწვივნენ. წარმოიდგინეთ ჭრელაშვილის პატივცემულ ქვრივს ზედა სართულზე ასასვლელად მიდგმული დიდი კიბე მოპარეს და დილით გაღვიძებული ქუჩაზედ ვეღარ ჩამოდიოდა. ჩვენ მაინც ოხუნჯობა გვგონია, ან იქნებ სადმე ასასვლელად დასჭირდათ და დააბრუნონ. იმედს გამოთქვამს ილიას რედაქტორობით გაზეთი ივერია. წარსულიდან კოსმოსში რა ხდება მარსზე, ბაჩი გვიამბობს ახლა. დაგიბრუნდით და ახლა მე გადავაწყდი ესეც საინტერესო ამბავს, უბრალოდ ჩატარდა ექსპერიმენტი კოსმოსში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სადაც მიკროორგანიზმები ერთუჯრედიანი ექსტრიმოფილები მოათავსეს კოსმოსის ვაკუუმში და 533 დღის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ და გადარჩნენ. ანუ რას ნიშნავს ეს? ჯერ დავიწყოთ სიტყვით ექსტრიმოფილი, ეს არის ორგანიზმი, რომელიც ექსტრემალურ მდგომარეობებში, ანუ ექსტრემალურ რადიაციის, გამყინვარების და მაღალი ტემპერატურების მდგომარეობაში ცოცხლობს. ასეთი ორგანიზმები აღმოაჩინეს დედამიწაზე. ცოტა ხნის წინ დასრულდა ექსპერიმენტი, აღმოაჩინეს ჩილეს ატაკამას უდაბნოში აღმოაჩინეს ეს ორგანიზმები და ატაკამას უდაბნო იმიტომ არჩიეს, რომ მარსის ზედაპირს და მარსის გარემოს დედამიწაზე ყველაზე მეტად ეს ადგილი გავდა. და ეს ორგანიზმები წაიღეს კოსმოსში და მოათავსეს სპეციალურ კონტეინერებში, სადაც მოახდინეს მარსის გარემოს ესე ვთქვათ იმიტაცია ყველაზე ახლოს რაც შეუძელით და აღმოჩნდა ასეთი რამ, რომ ეს ორგანიზმები ჩვეულებრივად ცოცხლობდნენ, ცხოველყოფილობის პროცესში არაფერი არ დარღვევიათ და 533 დღის შემდეგ, როცა დაბრუნდა ლაბორატორიაში, ნული ცვლილება განიცადეს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია კოსმოსში ჩვენს გარდა არსებობდეს სიცოცხლე. და რატომ? თუ ჩვენ აღმოვაჩენთ მარსზე ასეთ ორგანიზმებს, ეს ნიშნავს, რომ სხვა პლანეტებზეც როგორც გაგვიგიებ, ესეც არ არის ახალი ამბავი, რომ არსებობს დედამიწისნაირი ბევრი პლანეტა, ეგზოპლანეტები, რომლებზეც შეიძლება უფრო განვითარებული სიცოცხლეს არსებობდეს. ჯერჯერობით მარსზე ამის საბუთი არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ აქამდე რა მისიებიც იყო,
ვერც ერთმა ვერ დააფიქსირა სიცოცხლის ნიშანი ამ პლანეტაზე, მაგრამ ჩვენს მეზობელზე მომავალი მისიები მიზანმიმართულად დაიწყებენ სწორედ ასეთი ერთუჯრედიანი ორგანიზმების ძიებას. და ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ რაც უფრო დავკონკრეტდებით, რაც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, რას ვეძებთ, ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ვიპოვოთ მარსზე სიცოცხლე. ანუ დეივიდ ბოუის კითხვაზე is there life on Mars? ჩვენ შეიძლება მალე პასუხი გქონდეს, დიახაც, მარსზე არის სიცოცხლე. ეს რადიკალურად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას იმაზეც კი როგორ წარმოიშვა დედამიწაზე სიცოცხლე. იმიტომ რომ ვიცით რომ არსებობს თეორიები, რომ დედამიწაზე მარსიდან მოვიდა სიცოცხლე. ეს თავიდან როცა მზის სისტემა ფორმირდებოდა, ასტეროიდებით იბომბებოდა მთელი მზის სისტემა და ყველა პლანეტა და ესეთი თეორია არის რომ ერთ-ერთი დიდი ასტეროიდის შეჯახების შედეგად მარს მოწყდა მიწის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა და აქედან წარმოიშვა სიცოცხლე საერთოდ ჩვენს ლურჯ პლანეტაზე. რომ დაველოდოთ განვითარებას, ამ თემას აუცილებლად მივადევნებთ ჩვენ თვალყურს და არ გაგიკვირდეთ, მოკლედ თუ ცოტა ხანში აღმოვაჩინოთ, რომ უცხო პლანეტელებიც კი არსებობენ და გვესტუმრნენ კიდევაც, მაგრამ ეს სპეკულაცია უბრალოდ ხუმრობ. კვლევის საგანი ძალიან საინტერესოა, რაც მოგვიყევი და ეხლა კიდევ ერთი კვლევებზე უნდა ვისაუბროთ. მასშტაბური გამოკვლევა ჩატარდა საქართველოში, ისეთი ნივთები გამოიკვლიეს ტყვის შემცველობაზე, რომელიც აქამდე არ იყო კვლევის საგანი. მათ შორის ტანსაცმელი. ამას უკვე რეკლამის შემდეგ მივხედავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და გავიაზრებთ, როგორ შეიძლება ვიზრუნოთ ჩვენ შემცველობაზე. პირველამდე პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ საგანგაშო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა საყოფა ცხოვრება ნივთში და ქუჩის მტვერში ტყვია აღმოჩნდა. ლაბორატორიული შემოწმება იანვარ-მარტში თბილისის ოჯახებიდან აღებული 20-68 სინჯს ჩაუტარდა. კვლევაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები და მოხალისეებიც. სანამ ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, გვანცა ბერუკაშვილი გვამცნობს კვლევის დასკვნებს. გვანცა, მადლობა რომ შემოგვიერთდი სტუდიაში და რაც თავარია რაღაც ნივთებიც მოიტანე, რომელიც როგორც ხვდები კვლევის საგანი იყო, ხო? მოგესალმები ნინა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ეს ნივთები რაც მე მოვიტანე არის ტყვის გავრცელების საშიში წყაროები, ესენია სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, ბავშვის პლასმასის სათამაშოები, ესენია სუნელი, კოსმეტიკა, ეგრეთ წოდებული რუჟი, რომელშიც აღმოჩნდა საკმაოდ ჭარბი დოზა ტყვის, ასევე არის ფანქრები, რომელსაც ბავშვებს საკმაოდ დიდი შეხება აქვს და ეს არის მაისური, რომელიც არის შეღებილი ტექსტილი. ეს არის სინჯები, რომლებიც აიღეს კვლევის შედეგად, სულ 268 სინჯი იყო. კვლევის შედეგად სახიფათო ნუსხაში მოხდა ბავშვის სათამაშოებიც, პლასტელინები, ფანქრები, სუნელები, კოსმეტიკური საშუალებები და სხვა ნივთები, რომლებიც ძირითადად პლასმასის სახეობის იყო. სინჯები თბილისის მასშტაბით შერჩეული 17 ოჯახიდან იქნა აღებული. ამ ოჯახებში ცხოვრობ 29 პიროვნებას ტყვის შემცველობა დაუფიქსირდა სისხლში, მათგან 19 ბავშვია. ტყვის ორგანიზმში მოხვედრა უკვე გარკვეული პათოლოგიის დაწყებას ნიშნავს ის ორგანიზმში სასუნთქი გზებიდან, წყლიდან, საკვებიდან და ასევე კანის საშუალებით. ხვდება კვლევის შედეგები და ექსპერტების რეკომენდაციები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ჰაერში, ნიადაგში, გარემოში თუ საკვე პროდუქტებში მძიმე მეტალების, უფრო კონკრეტულად კი ტყვის არსებობისა და აღმოჩენის შესახებ ბოლო პერიოდში სპეციალისტები ბევრს საუბრობენ. თბილისში დაბინძურებული ჰაერით მთაწმინდა ვერა ვაკე და საბურთალო ლიდერობს, რაც მშენებლობების სიმრავლითა და საცობებითაა გამოწვეული. როცა ძველი სახლები ინგრევა თბილისში და როცა მტვერი ბუღად დგას და რეალურად აწუხებს ხალხს, სრულად შესაძლებელია რომ ტყვის გაფრთხილება ხდებოდეს ჰაერში, ეს ერთი.
მეორე მიზეზია ახალი სამშენებლო მასალები, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად სამშენებლო მასალების კონტროლი, როგორც ასეთი სისტემატური არ აქვს და აქ მარტო ტყვია აღარ არის, აქ ასბესტი შემოდის დიდი რაოდენობით პროდუქტებში და სამშენებლო პროდუქცია არის საუბარი და აგრეთვე კიდე სხვა მინარევები შეიძლება გაჩნდეს, რომელიც შეიძლება მავნე იყოს. სამშენებლო და სარემონტო მასალები, ბავშვის სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკა, ბიჟუტერია და სხვა ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ ლაბორატორიულად შემოწმდა. შედეგები საგანგაშოა. საკვლევ ნიმუშებში ნორმაზე 50-ჯერ მეტი ტყვია აღმოჩნდა. მასშტაბური კვლევა საინიციატივო ჯგუფმა და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ერთობლივად ჩაატარეს. ეს არის ერთ-ერთი სათამაშო ბავშვის ბიჭის სათამაშო მაქვინი, რომელშიც აღმოჩნდა 50 ppm-მდე ტყვის შემცველობა. მეორე ნივთი ეს არის 3 პატარა რობოტები პლასმასის, რომელთაც ორი ბიჭი თამაშობდა ხშირად, ძმები, რომელსაც აღმოაჩნდა საკმაოდ მაღალი დონით. ეს არის კიდევ ერთი ნიმუში ჩანგალი, მეტალის ჩანგალი, რომელსაც ჰქონდა პლასმასის სახელური და ამ სახელურში აღმოჩნდა ტყვია. კიდევ ერთი ნიმუში ჩანს, რომელიც არის კუბიკი, სათამაშო, ესე იგი ქართული ამბანით და ნახატებით, რომელშიც ასევე აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი. სხვათა შორის ამ ოჯახში 48% ან თითქმის ნახევარი სინჯისა, რაც ავიღეთ, იყო ტყვია. კვლევის ფარგლებში, რომლის მთავარ მიზანსაც ოჯახებში ტყვის ძირითადი წყაროების გამოვლენა წარმოადგენდა, პრობლემის მასშტაბიც გამოიკვეთა. საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, ტყვია ბინებში, ქუჩიდან შემოსული მტვრის ნაწილაკებშიც აღმოჩნდა. 5 დღის განმავლობაში დაგროვებული მტვერი გზის პირას, სადაც მანქანების ყველაზე ხშირი მოძრაობა და ასევე არის სამშენებლო მტვერი. იქ დაფიქსირებული რაოდენობა იყო 25 ppm-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მტვერში არის და განსაკუთრებით ის ინტენსიურად ადის, მას შეიძლება საფრთხეს უქმნეს მიჯანმრთელობას. 2004 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტყვია პირველი კლასის ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს მიაკუთვნა. არ არსებობს უსაფრთხო დოზა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს არ მოუტანს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომელთა ორგანიზმით ძალიან მგრძნობიარეა ტყვის დაბალი დოზის მიმართაც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია, რომელიც აკუმულირდება, მას გააჩნია მეტად ბევრი მრავლობითი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე. უპირველეს ყოვლისა ის აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ნერვული სისტემა, რომელიც წარმართავს მთელი ორგანიზმის ნორმალურ მდგომარეობას. ის მოქმედებს გულსიზართა სისტემაზე, მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე. ქვეყანაში არსებული პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დარგის სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სასმელი წყლის მილების შემოწმებასთან ერთად რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ბაზარზე არსებული პროდუქციაც. თუ გვინდა რომ რეალურად მივიღოთ შედეგი, აუცილებლობაა რომ დაწესდეს მკაცრი კონტროლი, ანუ შევიდეს ცვლილება კანონში და ეს ნებაყოფლობითი გადაიწევოს სისტემურ და აუცილებელ კონტროლში. მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო გააქტიურდეს ამ მიმართულებით, ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გაძლიერდეს ზედამხედველობა და კონტროლი ქვეყანაში შემოსული სამოხმარებლო ნივთებისა, სხვადასხვა სამრეწველო ნივთების, მათ შორის სამშენებლო მასალები, რომელიც იმპორტი ხდება სათამაშოების და ასევე ქვეყნის შიგნით რა პროდუქცია წიწორმეება, ამის გადამოწმება ასევე მოხდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებამდე ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ ყურადღება გამოიჩინონ იმ ნივთების შეძენისას, რომლებიც კვლევის შედეგად სახიფათო ნუსხაში მოხვდა. ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა სისხლში ტყვის მოცულობის პრობლემის მოგვარებას, სწრაფი რეაგირება და ხარისხის კონტროლი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაა. მადლობა გვანცა, თემა სტუმრებთან ერთად განვავრცობთ. ინგა ღვინერია, ექიმ-ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შემოგვიერთდა უკვე და ჩვენთან ერთად არის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე ქალბატონი მანენა ქოჩლაძე. დიდი მადლობა ამ მობრძანებისთვის. პირველ რიგში ეხლა ყველაზე შემზარავი ჩემთვის არის ის, რომ ჩემი კორესპონდენტი, რომელმაც ამ თემაზე იმუშავა, გვანცა ბერუკაშვილი, მადლობთ გვანცა ვრცელი რეპორტაჟისთვის.
მოვიდა ნივთებით და თან მოიტანა ის ნივთები, მე იმედი მაქვს რომ კამერა შეძლებს ახლიდან აიღოს, რომელიც მან თავის საკუთარი სახლიდან წამოიღო. ეს ნივთები ყველა ჩვენგანის ოჯახშია. იმიტომ რომ ბავშვი ხელს რომ გაიშვეს და უნდა სათამაშო, თუ ის არ ღირს ძალიან ძვირი და ჩვენ ჯიბეს ძალიან არ ურტყავს, ჩვენ არ გვინდა უთხრათ უარი მას. მაგრამ აღმოჩნდა რომ აი ესეთი ასაწყობი სათამაშოები პლასმასის შესაძლოა შეიცავდეს ტყუის ისეთ დიდ რაოდენობას, რომელიც აკროლადია და შესაბამისად სუნთქვის მეშვეობით შედის ორგანიზმში. ჩვენ ნახეთ ახლა დავსაუბრობთ კვლევაზე, რომელიც არის უახლესი. ტყუაზე იყო მანამდე კვლევები, მაგრამ ასეთი მასშტაბური რომ 268 ნივთი ჩვენი საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებიდან იქნა გამოკვლეული. რა სიგნალს გაძლევთ თქვენ როგორც გარემოს დამცველს? სამწუხაროდ ამ კვლევამ გაამყარა ჩვენი ეჭვები, რომ ტყვის დაბინძურება საქართველოში არის მულტიფაქტორული, ანუ ის ბევრი სხვადასხვა წყაროდან ღებულობთ ამ ტყვიას და აუცილებელია ასევე კომპლექსური ღონისძიებების გატარება, იმიტომ რომ იმ 17 ოჯახში, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ამიდან მარტო 14 ოჯახში აღმოჩნდა ტყვია სხვადასხვა პროდუქტში და 3-ში, რომელსაც ასევე ძალიან მაღალი ქონდა სისხლის შემცველობაში, მათ არ აღმოაჩნდათ სახლში ტყვია. ანუ პრინციპში ხა ჩვენ ყველაფრის იმას ვერ გავაკეთებდით, არა, რასაკვირველია თუ კი რამე ნივთია სახლში, მაგრამ აი ამან აჩვენა რომ არა მარტო სახლებში, არამედ დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქაც ალბათ არსებობს რაღაცა ტყვის შემცველი ნივთიერებები და მთელი პრობლემა რაშიც მდგომარეობს, ჩვენ არ აგვაქვს აი ამ ტყვის წყაროების აღმოჩენის სისტემური მექანიზმი. ანუ ჯანდაცვის სამინისტროს წესით უნდა კონდეს კომისია, რომელიც რო დაუდგინდება ბავშვს ან მოზარდს, რომ მას აქვს მაღალი შემცველობა სისხლში, ის უნდა მიდიოდეს, იკვლევდეს მის საარსებო გარემოს და ეძებდეს ამ ტყვიას. სამწუხაროდ ესეთი მექანიზმი არ არსებობს და აი ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს მექანიზმიც ჩამოსაყალიბებელია. რა სამოქმედო გეგმა, რა ეტაპზეა ახლა სამოქმედო გეგმა? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ამ ტყვის გამოკვლევებს უკვე 2 წელიწადია ვადევნებთ. თვალს მართალია მცირე მასშტაბით რაღაც იყო გამოკვლეული რამდენიმე ნივთი, მე რაღაც მოემატა, მე ჰაერი ჩართეს, იყო პლასმასი, იყო პლასმასა, იყო ასეთი საბავშვო სათამაშოები, რაც ყველაზე მეტად გვახსოვს ალბათ. და ეხლა ჩემმა კორესპონდენტმა სახლიდან მოიტანა ფერადი ფანქრები. აი რომ ვერ წარმოიდგენ, რომ შესაძლოა შენი შვილი მაშინ, როდესაც რაღაცა არტს ქმნის, ერთობა, საკუთარი თავის რეალიზებას აკეთებს, ამ დროსაც შეიძლება ტყვით იწამლება. ქალბატონო ინგა, აკუმულირებაზე ისაუბრეთ თქვენ რეპორტაჟში ძალიან მოკლედ ორგანიზმში ტყვის. აი რას ეტყოდით ეხლა იმ მშობლებს, ვის ოჯახშიც ბავშვებს აღმოაჩნდათ ტყვია და ასე დარწმუნებულობა ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ტყვის პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი გარემოებას მინდა ხაზი გაუსვა, ეს ახალი არ არის. ეს ძველი პრობლემაა. ეს ახლა არ გაჩენილა. რამე თუ პირველადი წყაროები, არა მარტო ბავშვთა სათამაშოები და აი აქ ჩამოთვლილი ნივთები და რაც ამ კვლევით აღმოჩნდა, ყველაზე დიდი წყარო, პირველადი წყარო ეს არის საწარმოო ობიექტები, სადაც ხდება ტყვის მოპოვება, სადაც ხდება ტყვის გამოდნობა, იქ არის კაბელები, იქ არის აკუმულატორები, იქ არის სხვადასხვა თიხის ჭურჭელი, მისი მოჭიქვა, მინის წარმოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სადაც გამოიყენება ტყვია და რომელიც ხდება გარემოში. ეხლა ჩვენთან საბადოები ძალიან ბლომად არის, ხომ? იქ მოპოვების პროცესში ყველა მინარევის სახით, ყველა საბადოში თითქმის ტყვია არის და ეს იწვევს გარემოს გლობალურ დაბინძურებას. იცით, აი ჩვენ პირველად წყაროს რო ვეძებთ, არა, ჯერ უნდა ვიცოდეთ ჩვენი გეოგრაფიული არე და აი ამ ლოკაციების მიხედვით რა მდგომარეობა, ვინაიდან ეს ყველაფერი ნიადაგში, გარემოს ობიექტებში, ჰაერი, წყალი, ნიადაგი და მე ხდება კვებით ჯაჭვში და აქედან ხდება ადამიანის ორგანიზმში. ეს რაც შეეხება ზოგადად. ეხლა რაც ესეთი პირველადი მოხმარების საგნებს და მე მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვთა მოზარდებში განსაზღვრა ტყვის შემცველობის,
არამედ ზრდასრულებშიაც და განსაკუთრებით ხაზგაუსვავდი დასაქმებულ ადამიანებში და რატომ მოგახსენებთ ამას. ეს ჩვენ ქვეყანაში არ წამოიჭრა ეს საკითხი პირველად, ეს მსოფლიო პრობლემა, ტყუის ელიმინაცია ორგანიზმიდან ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამერიკაში მიმდინარეობს, დიდი ხანია მიმდინარეობს ეპიდემიოლოგია, ტყუის ზემოქმედების ეპიდემიოლოგიის შესწავლა და თანდათანობით თითქმის ყველა შტატშია ეგ სამსახურები შექმნილი, რეფერენს ლაბორატორიებით აღჭურვილი არიან და ინფორმაცია გადაეცემა სათანადო ორგანიზაციებს და მათ მიაღწიეს იმას, რომ თანდათან ხდება სისტემურად ხდება აი ამ ტყუის რაოდენობის შემცირება მოსახლეობაში. ეხლა განსაკუთრებით ბავშვებზე რატო ასეთი მახვილი გაკეთებული, ბუნებრივია, რომ ბავშვის ორგანიზმი ძალიან გრძნობიარია და მისი ესე იგი თავიდანვე ტყუით დატვირთვა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორსული ქალის ორგანიზმი ძალიან გრძნობიარია და აქ ადვილად ხდება გადასვლა, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს ტყუა და უკვე ნაყოფის ორგანიზმში ხდება და ბავშვი უკვე იბადება გარკვეული ტყუით და იმას ხდება ასეთი გარემო, როგორიც ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია ჩვენ რომ დიდი რაოდენობით გვექნება, რიცხვი დიდი იქნება ისეთი ბავშვების, რომლებსაც გააჩნიათ სისხლში ტყუის შემცველობა. რა გზები უნდა დაისახოს ასეთ შემთხვევაში? ერთი არის რომ რეპორტაჟში ნახეთ რომ და ამაზე ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ვამბობთ და ვსაუბრობთ, რომ რა თქმა უნდა რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. აი რა სახით და რა სამოქმედო გეგმა არსებობს ამ ეტაპზე და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო? სამწუხაროდ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეგ არის მთელი ჩვენი პრობლემა, თუმცა რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს მუშაობა, რასაკვირველია. ერთი არის საბაჟო კონტროლის გამკაცრება იმ მიმართებით, როდესაც იგივე მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი პრობლემები, რაც გლობალური პრობლემები, რაც ამუშავებს ინდოეთიდან შემოტანილი ყვითელი და წითელი ფერის სუნელები მოწმდება მთელ მსოფლიოში. ასევე უნდა დავიწყოთ ჩვენ მისი შემოწმება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი წყარო, იმიტომ რომ პირდაპირ ვიცით, რომ საღებავი ემატება ყვიანი საღებავი. სხვადასხვა ჩვენ სანელებლებშიც ძალიან მაღალი როგორ დამტკიც და გახსოვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში საზღვრის გადაკვეთის დროს ამ კვლევაში ჩვენ მაგალითად აი კარფურის ერთ-ერთ ყვითელ ყვავილში იყო დაფიქსირებული და უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენ კი გონია რომ ჩვენ ვაწარმოებთ სუნელები, ანუ აქაურია ეს სუნების დიდი ნაწილი, რომელიც აქ მზადდება, შემოდის სხვა ქვეყნებიდან და მერე ხდება მათი გადარევა. შესაბამისად აუცილებელია რომ საბაჟოზე ისინი გადამოწმეს. ეს არის ერთი მიმართულება, მათ შორის სათამაშოების დირექტივასთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ ავალდებულება გვაქვს აღებული და სახელმწიფო სხვათა შორის ძალიან ფეხს ითრევს, თუმცა ამ წლის ბოლომდე უნდა იყოს სრულად შესრულებული. აქაც სათამაშოებზე კონტროლი ძალიან უნდა გამკაცდეს და მეორეა ის, რაც ქალბატონმა ინგამ თქვა, იმიტომ რომ მთელი რიგი რო გადახედოთ თქვენ ბავშვების სისხლის ანალიზში, რა სიმაღლის არის ეს მეჩვენებელი, მე მაგალითად შემიძლია გითხრა რომ დაახლოებით იგივე პრობლემა უდგას ჩინეთს იმ რეგიონებში, სადაც ტყვიას მოიპოვებენ. ანუ ძალიან მაღალი და ძალიან შემაშფოთებელია. შესაბამისად, აუცილებელია რომ სახელმწიფო აღრიცხოს ყველა ის ობიექტი, რომელიც გამოიყენებს ტყვიას და რომელიც ტყვის გადამუშავებას ეწევა, რაღაცა ტიპის ეს აქ მაგალითად იგივე თბილისშივე არის ძალიან ბევრი და ყველა კაცმა იცის ალბათ ადგილები, სადაც თქვენ შეგიძლიათ ძველი აკუმულატორი ჩააბაროთ. მერე ხდება ამ ძველი აკუმულატორიდან ტყვის გამოდნობა ძირითადად კუსტარული წესით, შესაბამისად იწევს მაღლა რაოდენობა. მართალია იგივე ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ჰაერში რომ ეს არ აჭარბებს საქართველოში არსებულ ნორმას, მაგრამ ის პრინციპში ნორმას უახლოვდება. ანუ თუ 3-ია ნორმა, ჩვენთან იყო 2.5, ანუ თითქმის მიახლოებულია და როდესაც ვლაპარაკობთ კუმულაციურ ეფექტზე, როდესაც მე წლების განმავლობაში აი ამ დაბინძურებულ ჰაერს ვუნდქავ, თან თუ ახლოს ცხოვრობ მშენებლობასთან, იქ კიდევ უფრო მაღალია. სხვათა შორის ამ კვლევაც იქ რა ჩვენას ის ადამიანები, რომლებმაც მოგმართეს, ისინი ცხოვრობენ ძირითადად ცენტრში, სადაც მაღალია მშენებლობის და მოძრაობის ინტენსივობა. და რამდენადაც ვიცი, ეს მხოლოდ ახალ მშენებლობებს არ უკავშირდება ძველი შენობების დანგრევის პროცესში. ძველი შენობები კიდევ უფრო ბევრი გამოიყოფა რეკონსტრუქციისასაც. ამ წუთში სხვათა შორის მიმდინარეობს სამწუხაროდ, როდესაც აატყდა აი ამ ყველაფერზე განგაში ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაშინ არ მიიღო სახელმწიფომ სათანადო ზომები, ანუ არ მომზადდა სამოქმედო გეგმა.
ეხლა UNDP-მ მოიპოვა თანხები თვითონ და განახორციელა ბავშვებში 1500 ბავშვი გამოიკვლია და მათი სისხლის ანალიზები გადაიგზავნა იტალიაში და ალბათ სულ მალე მარტის ბოლოს, სადღაც აპრილის დასაწყისში გვექნება მთლიანად ქვეყნის მასშტაბში, ეს ხო თბილისში იყო ჩატარებული და მთლიანად ქვეყნის მასშტაბში ინციდენტობა როგორია სხვადასხვა რეგიონებში და ამის მერე მე იმედი მაქვს, რომ უფრო აქტიურად მთავრობა დაიწყებს მუშაობას, თუმცა ფაქტია, რომ ერთი ბავშვიც რომ იყოს ავად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს მექანიზმი, როგორ ვებრძოლოთ. დაწყებულია, მე მინდა დავუმატო, დაწყებულია უკვე მთავრობის მიერ ძალიან დიდი ყურადღება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივას აკეთებს და საინტერესო იქნება ეს 1500 ბავშვის მონაცემები, რომელიც ლოკალიზაციის მიხედვით დიდ წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორ არის დაბინძურებული. ისე რომ სამთავრობო ყურადღება უკვე მიმართულია, აქცენტირებულია ამ მიმართებით. აი ეხლა ვინც გვისმენს ყურადღებით, ვინც ჩვენსავით იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ხელთ არის ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და ნუ მოგვიწევს რაღაცებზე უარის თქმა იმას, რასაც საეჭვო წარმომავლობა აწერია. ზოგს აწერია, ზოგს საერთოდ რა აწერია და რას მოიაზრებენ იმ წარწერის მიღმა, რომ სად არის დამზადებული, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს ასე დროს მშობელმა, გინდათ ზრდასრულმა. უნდა წავიდეს, გამოიკვლიოს თვითონ ტყუის შემცველობა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას. კარგი, ავარიდეს, ათამაშოს თავი, ავარიდე, არ ვიცი, სუნელი ვეცადოთ, ალბათ ჯობია რომ ვიყიდოთ რაღაც ჯანმრთელ გარემოში მოპოვებული. ისედაც რა ვჭამთ და სულ განვიცდით ხო, რომ სად არის გაზრდილის ქათამი, ამაზე ვაპირებთ გაცემით სერიას რომ მიუძღვათ, მაგრამ აი რას ურჩევთ ახლა მშობელს? ან გინდა დასრულს რა გააკეთოს იმისთვის, რომ რაღაცა დროზე მიხვდეს ამ ტყუის შემცველობას, დროზე შეხედოს თვალებში თუ რაღაცა პროცესებს უნდა დაველოდოთ სხვანაირად. ეხლა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხზე, ესე იგი ტყუის ელიმინაციის დასაჩქარებლად მშობელს შეიძლება ურჩიოთ ის, რომ ბავშვს მაგალითად უნდა მიცეს ცილით, კალციუმით, რკინით, თუთით მდიდარი საკვები. არ უნდა მისცეს ცხიმოვანი საკვები, ისეთი ინტენსიურად, ახლა უცხიმოდაც არ შეიძლება, მაგრამ დიდი რაოდენობით რახან ცხიმი იწვევს ტყუის შეკავებას ორგანიზმში. ხშირად უნდა ხდებოდეს სველი წესით ბინის დასუფთავება, ბავშვის სათამაშოების გარეცხვა, დასუფთავება, რომ ეს ზედმეტი მტვერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ვერ ხედავთ, მაგრამ ვიცით, რომ აუცილებლად იქნება, ეს მოვარიდოთ ბავშვებს და მივაქციოთ ყურადღება ბავშვმა ხშირად დაიბანოს ხელი და ესე იგი ირგვლივ გარემოში თუ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც ინტენსიური მოძრაობა ავტომანქანების და სამშენებლო ობიექტებია, ბავშვი მოვარიდოთ ასეთ გარემოზე, სადღაც უფრო სუფთა გარემოში გავიყვანოთ და ყურადღება გავამახვილოთ, ალბათ სკოლამაც თავისებურად რაღაც პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა ჩაატაროს და ბავშვთა ბაღებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, რამდენად უნდა იყოს ეს ყველაფერი გამახვილებული და რაც შეიძლება საერთოდ ასე არის მიღებული ევროპაში, როდესაც გარემოს დაბინძურებაზეა ლაპარაკი, პარალელურად ჯანმრთელობაზეა იმ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებული და იშიფრება. ესე იგი, როგორ ერთმანეთთან როგორ კავშირში არიან და ჩვენთანაც ალბათ ეგ სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, იქ სადაც იქნება მომატებული ტყუის შემცველობა, სხვათა შორის საკვების უნებლობის სააგენტოს გააჩნია უკვე ახალი მონაცემები და ინტენსიური მონაცემები, სად რა, რომელ საკვებში, რომელ დასავლეთში თუ აღმოსავლეთში არის მომატებული რაოდენობა, ეს ბუნებრივად აი ნიადაგში შემცველობიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება უცხოეთიდან შემოსულ პროდუქციას. ამაზე კიდე ცალკე რეგულაციები და ცალკე როგორც დიდი მადლობა ქალბატონ ინგა ღვინერია და მანნა ქოჩლაძე იყვნენ ჩვენთან რეკომენდაციის მიმღები პირებისთვის ამ კვლევის ასეთი დეტალური გასაჯაროება მოხდება 2 აპრილს. ვფიქრობ მომავალ კვირაში ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით. მადლობთ. ტელეპირველზე დღის ამბები აგრძელებს ეთერს, მე კი ხვალ 12-15 წუთამდე გემშვიდობებით.